უკრაინა მხოლოდ ფრონტის ხაზებზე არ ებრძვის რუსეთს, არამედ ბევრად უფრო შორსაც. რუსეთის რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათასობით ფარული ოპერატორი, მათ შორის უკრაინელები, თათრები და თვით რუსებიც კი აქტიურად მუშაობენ კრემლის წინააღმდეგ შიგნიდან. ერთად ისინი ქმნიან ათეშის დანაყოფს და მათი მისია ომის ჩაშლა ნებისმიერი საჭირო საშუალებით. ფარული დივერსიული ტაქტიკებიდან დაწყებული, შიდა დაზვერვის გაზიარებით დამთავრებული, ეს მამაცი აგენტები ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ უკრაინის არმიას, ხოლო ბოლო წარმატებულმა დარტყმებმა შოკი გამოიწვია თავად მოსკოვის გულშიც კი. ათეში, რაც ყირიმელი თათრების ენაზე ცეცხლს ნიშნავს, 2022 წლის ზაფხულში დაიწყო, მალევე მას შემდეგ რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც მხოლოდ ზედმეტ სახელ ზოკათი არის ცნობილი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრთან ინტერვიუში ახსნა, როგორ დაიწყო ყველაფერი. ყირიმში პროუკრაინელი აქტივისტების ჯგუფს მათ შორის ყირიმელ თათრებს მოძრაობის შექმნის იდეა გაუჩნდათ. ომი იწელებოდა, რუსეთი სრულად ვერ ახერხებდა თავისი მიზნების მიღწევას და აშკარა იყო, რომ მობილიზაციას გამოაცხადებდნენ. მობილიზაცია მოძრაობისთვის სასიკეთო აღმოჩნდა, რადგან რუსეთის მეთაურებმა ერთი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. მათ ყირიმის მოსახლეობა აიძულეს რუსეთის რიგებში გაწევრიანებულიყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ აქტიური ათეშის წევრები შეძლებდნენ კრემლის არმიაში შესვლას, რაც ბევრად მეტ შესაძლებლობას აძლევდა დივერსიებისა და სხვა ფარული ოპერაციებისთვის. იქიდან მოძრაობამ ზრდა დაიწყო, როგორც ზოკა აღნიშნავს. მობილიზაციის დასაწყისიდან 2022 წლის შემოდგომიდან ათეშის პირველი აგენტები მობილიზებულნი იყვნენ რუსეთის არმიაში. ზოგი მათგანი დამოუკიდებლად შეუერთდა, ზოგი კი გაწვიეს. იმ მომენტიდან მოძრაობა გაიზარდა. ყოველ ადამიანს თავისი მიზეზი ჰქონდა შეუერთებისთვის. მაგალითად, ზოგი მთელი ცხოვრება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა და შეჭრასთან დაკავშირებით ღრმა უსამართლობის გრძნობა ჰქონდა. სხვები უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომლებიც თვლიდნენ, რომ უნდა გადაედგათ ნაბიჯი და სწორი გაეკეთებინათ. ასევე იყვნენ წევრები, რომლებიც უფრო უშუალოდ დაზარალდნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. ზოკა მაგალითად აღნიშნავს ერთი კაცის ძალიან ემოციური ისტორიას, რომელმაც ომში მამა დაკარგა და გადაწყვიტა ათეშს შეუერთდეს, რომ როგორმე შური იძიოს. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარსული და ისინი თავიანთ მისიას სხვადასხვა გზით ასრულებენ. მაგალითად, 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ ათეშის წევრები და სხვა პარტიზანები რუსულ ბარაკებს წვავდნენ, ეროვნული გვარდიის საგუშაგოებს აფეთქებდნენ და კოლონებს ჩაუსაფრდებოდნენ. მაგრამ მოძრაობის ოპერაციების დიდი ნაწილი არ ხდება სროლებითა და აფეთქებებით, არამედ ჩრდილში, სადაც აგენტები ფარულად აკვირდებიან რუსულ სამხედრო ობიექტებს, თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და საწარმოებს და მიღებულ ინფორმაციას უკრაინას უზიარებენ. მას შემდეგ მოძრაობას აგენტები ჰყავს ათეულობით ქალაქში, დასახლებასა და რეგიონში, როგორც ფრონტის ხაზთან ახლოს, ასევე ცივი სიბირის ტუნდრამდე. ისინი შეუძლიათ შეაგროვონ უზარმაზარი რაოდენობის დაზვერვითი ინფორმაცია ისეთ ადგილებში, სადაც კიევის ძალებისთვის წვდომა ჩვეულებრივ საკმაოდ რთულია. და ეს დაზვერვითი ინფორმაცია არაერთხელ აღმოჩნდა შეუფასებელი. მართლა, ათეშის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი აგენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ უკრაინის არაერთ ოპერაციაში, ომის ადრეულ ეტაპებზე, მათ შორის წარმატებულ თავდასხმებში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებსა და ინფრასტრუქტურაზე ყირიმის მიმდებარედ. როგორიცაა სადესანტო გემი მინსკი, წყალქვეშა ნავი როსტოვ-on-დონი და ოპერაცია კრაბის ხაფანგი ფლოტის შტაბზე სევასტოპოლში, რომლის შედეგადაც ათობით მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაიღუპა. როგორც ზოკა განმარტავს, ჩვენმა ხალხმა, აქტივისტებმა და შტაბში მყოფმა ადამიანებმა სევასტოპოლის ყურეში ყველა გემი აღრიცხეს, რომელი იყო შეკეთებაზე, რომელი იყო წვრთნებზე, მათი წვრთნების განრიგი. ჩვენი ინფორმაციის წყალობით თავდაცვის ძალებმა შეძლეს დარტყმის განხორციელება. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, როცა რუსეთი უფრო და უფრო მეტად იგებდა ათეშის შესახებ, კრემლის სადაზვერო სამსახურებმა გააძლიერეს აგენტების ძებნა და მათი ლიკვიდაცია საკუთარ რიგებში. შედეგად ჯგუფს მოუწია ემოქმედა უფრო გონივრულად, ფარულად და სტრატეგიულად. გარდა ამისა, როგორც ზოკა აღნიშნავს, გაზრდილმა რისკმა გამოიწვია ის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა მოძრაობას ჩამოშორდა, რადგან ეშინოდათ საკუთარი სიცოცხლისა და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოების გამო. 2022 წელს მეტი ენთუზიაზმი იყო. ბევრი ადამიანი ემოციით მოტივირებული მხარს გვიჭერდა და ცდილობდა როგორმე დაგხმარებოდა. ემოციები დაცხრა და ბევრი ადამიანი, ვინც რისკზე წასვლას იყო მზად, ოკუპირებულ ტერიტორიებს გაეცალა. ახლა ყველაფერი უფრო პრაგმატულია, უფრო სისტემური და მეთოდური. მაგრამ იმის გამო, რომ ათეშის ზომა ცოტა შემცირდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად ეფექტურია. პირიქით. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა და გავლენიანი გახდა.
2024 წელს მაგალითად მან წამოიწყო პროექტი სახელად ბუნტი, რაც ინგლისურად ნიშნავს აჯანყებას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კერძო საინფორმაციო არხი იმ რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც არ სურდათ კრემლის თვითმკვლელურ ფრონტურ შეტევებში მონაწილეობა. ეს არხი ასეთ ჯარისკაცებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ შეუძლიათ ფრონტის ხაზზე ოპერაციების შეჩერება ან შეფერხება, მაგალითად ომი კვერცხების მანქანის ძრავებში ჩასხმით. ეს ყველასთვის მომგებიანია. ის ჯარისკაცები, რომლებიც არხის რეკომენდაციებს მისდევენ, სულ ცოტა ხნით მაინც ცოცხლები რჩებიან, რაც მათ აძლევს დროს შესაძლო გაქცევისთვის ან დეზერტირობისთვის. ამასობაში უკრაინულ ძალებს აღარ უწევთ იმდენი შტურმის ჯგუფის მოგერიებაზე ფიქრი, რომლებიც მათ ფრონტის ხაზზე მდებარე პოზიციებს ესხმიან თავს. არხის გახსნიდან მალევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფმა ჯარისკაცებმა, მათ შორის ხერსონში, დონეცკსა და ზაპორიჟიაში, ყველამ მიმართა ატეშის მოძრაობას და დაადასტურა, რომ მის რჩევებს მიხვნენ. მათ გამოიყენეს ჩვენი მეთოდები, ისწავლეს და გააფუჭეს თავიანთი აღჭურვილობა. ისინი არსად წასულან. ამის მნიშვნელობის დაკნინება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფრონტალური შეტევები დღესდღეობით ძირითადად არაეფექტურია და ხშირად მხოლოდ მასობრივი მსხვერპლით მთავრდება კრემლის რიგებში, ზოგიერთი მათგანი მაინც ტოვებს გვალს. ზოგჯერ გარკვეულ დანაყოფებს შეუძლიათ უკრაინული ხაზების გარღვევა, მაგალითად ან მცირე მიწის ნაკვეთების დაკავება, რაც რუსებს აძლევს შესაძლებლობას გააფართოვონ თავიანთი პოზიციები და გაუადვილდეთ შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა, ან თუნდაც უკრაინული პოზიციების ალყაში მოქცევა. ამ შეტევების შეჩერებითა და შეფერხებით ატეშის აგენტები ზღუდავენ რუსეთის შესაძლებლობას აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ისინი კრემლის მეთაურებს დამატებით პრობლემებს უქმნიან და თავსატეხებს აძლევენ. ამავდროულად კი ორივე მხარეს usargeblo სისხლისბრის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობენ. ატეშის საქმიანობის კიდევ ერთი მაგალითისთვის ზოკა მიუთითებს შავი ზღვის ფლოტის 126 ცალკეულ სანაპირო თავდაცვის ბრიგადაზე. ეს ბრიგადა ხერსონის ფრონტზეა განლაგებული და არაერთხელ განუხორციელებია შეტევები დნეპრის დელტაში მდებარე კუნძულებზე. ატეშის წყალობით ეს შეტევები მოულოდნელად ბევრად ნაკლებად ეფექტური გახდა, რადგან ბრიგადამ განაცხადა გაფუჭებული ჯეტსკების, დაზიანებული რეზინის ნავებისა და ძრავების შესახებ, რომლებიც ვერ ჩაირთო. ეს ყველაფერი რუსულ რიგებში ჩუმი დივერსიული საქმიანობის შედეგი იყო. ზოკა ამტკიცებს, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბური და გავრცელებული გახდა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იძულებულნი გახდნენ სპეციალური გამოძიება დაეწყოთ იმ რაიონში განლაგებულ ნაწილებში, რათა როგორმე აღეკვეთათ მათი ფარული ოპერაციები. და ეს ყველაფერი არ არის. მოძრაობის ოპერატორებმა ასევე გააგრძელეს დაზვერვითი ინფორმაციის შეგროვება და გაზიარება უკრაინის თავდაცვის ძალებთან. მათი მძიმე შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის ძალიან დაფასებულია. მართლა მხოლოდ ამ აგენტების მიერ შეგროვებული დიდი რაოდენობის ინფორმაციის წყალობით შეძლეს უკრაინის ძალებმა რუსეთის ინფრასტრუქტურაზე ამდენი წარმატებული დარტყმის ორგანიზება და განხორციელება. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება დრონებისა და რაკეტების თავდასხმების შესახებ, ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მილსადენები, საბრძოლო მასალის საწყობები, საწვავის საცავები, რაკეტების საწარმოები, დრონების ქარხნები, პორტები და ასე შემდეგ. ატეშის აგენტები ყველა ამ თავდასხმაში არ მონაწილეობენ, მაგრამ ნამდვილად მიუძღვით წვლილი, მათ შორის ბერში. ისინი უკრაინის დრონების ეკიპაჟებსა და რაკეტების ჯგუფებს ეხმარებიან ზუსტად გაიგონ, სად მდებარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რამდენად ძლიერად არის დაცული, რა ტიპის თავდაცვაა მიმდებარე ტერიტორიაზე, სად ინახება ან მდებარეობს ყველაზე ღირებული ობიექტები და ასე შემდეგ. ზოკამ ჩამოთვალა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავდასხმის მაგალითი, რომლებშიც ატეში მონაწილეობდა, მათ შორის ნავთობის ობიექტებზე დარტყმები ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლუგანსკი, ერემი და კავკაზის პორტი. ასევე ყაზანის დენთის ქარხანასა და ბალტიმორის აეროდრომზე თავდასხმასთან ერთად, სადაც რუსეთი ინახავს დიდი რაოდენობით SU-34 ტიპის ბომბდამშენებსა და დრონებს. და რაც შეეხება აეროდრომს, ზოკამ განაცხადა, ჩვენი აგენტი იქ მუშაობდა და ჩვენ შევძელით რამდენიმე დრონის ოპერატორის კვალის დადგენა. ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ინფორმაცია დონეცკის ფრონტზე გადაგვეცა. როდესაც ესეთი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდა, რუსეთმა კიდევ ერთხელ გააძლიერა აგრესიული მცდელობები ატეშის აგენტების გამოსავლენად, მაგრამ პარტიზანები ყოველთვის ახერხებდნენ ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყვნენ. მაგრამ სანამ ნახავთ, როგორ აკეთებენ ამას და მათ ბოლო ოპერაციებს, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვარჩიოთ ყველაფერს. საოცარია, მაგრამ ერთ-ერთი გზა, რომლითაც ატეშმა შეძლო ასე ეფექტურად ემოქმედა და ამავე დროს თავი აერიდებინა გამოვლენისთვის, იყო ის, რომ პირდაპირ რუსების თვალწინ მუშაობდა. მან დიდი რაოდენობით რუსი ჯარისკაცები გადაიბირა და მათთან ერთად იმუშავა ისე, რომ მათი მეთაურები ვერც კი მიხვდნენ.
ეს თითქმის გასაკვირი არც არის, რადგან ომის მიმდინარეობისას და რუსეთის მორალის დაცემის ფონზე სულ უფრო მეტმა კრემლის ჯარისკაცმა გააცნობიერა ის რეალობა, რომელშიც მათი ქვეყანა აღმოჩნდა. მათ ესმით, რამდენად უაზრო და უშედეგოა ეს ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია და საკუთარი თვალით ნუთარი თვალით ნახეს, როგორ ექცევიან თანამემამულეებს უბრალოდ როგორც სასაკლაოზე გაგზავნილ მასალას, რომელსაც უშედეგო ფრონტალურ შეტევებში ისევ და ისევ ხოცავენ. მათგან ბევრს არ სურს ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, მაგრამ ისინი ან თავად ჩაეწერდნენ არმიაში, ან ზეწოლის შედეგად აღმოჩნდნენ იქ, სანამ სიმართლეს გაიგებდნენ. ახლა როცა ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ მაინც სურთ სწორად მოიქცნენ, ეს ჯარისკაცები მზად არიან უკრაინელებთან ითანამშრომლონ, რათა შიგნიდან დაასუსტონ მოსკოვის საომარი ძალისხმევა. და ზოგას უამრავი ისტორია აქვს მოსაყოლი რუსი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც თავიანთ უსაფრთხოებას რისკავენ და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით დაზვერვით ინფორმაციას აგროვებენ. ზაპოროჟიეს ფრონტზე მოქმედმა სამხედრო მოსამსახურემ დაგვიკავშირდა და სოფელზე თავდასხმის გეგმები გადმოგვცა. ამან უკრაინის თავდაცვით ძალებს დაეხმარა, რომ თავდასხმის ნამდვილი მიმართულება გამოევლინათ და არა ის ყალბი, რომელიც ჩვენი დამცველების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად, რის შედეგადაც მათ შეძლეს შეტევის მოგერიება. მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ბევრი მსგავსი ისტორია განვითარდა, სადაც რუსეთის მეთაურებს ეგონათ, რომ უპირატესობა ჰქონდათ, ან მტერს მოულოდნელად დაატყდებოდნენ თავს, მაგრამ უკრაინა მზად იყო და მახეში ჩასმისთვის ელოდა. და ეს ყველაფერი ატეშის დამსახურებაა. მოძრაობის აგენტები აგრძელებენ აქტიური დივერსიული ოპერაციების ჩატარებას. მათ გაწყვიტეს საკომუნიკაციო ხაზები, რომელსაც რუსეთი კოორდინაციისთვის იყენებს. უფრო ზუსტად, ამ ხაზებს რუსეთის სამხედრო ოპერაციების დასაგეგმავად იყენებს. გარდა ამისა, პარტიზანები აზიანებენ სარკინიგზო სისტემას, რომელიც კრემლის საომარი მანქანის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ჯარს საკვებით, წყლით, საბრძოლო მასალითა და იარაღით ამარაგებს. მაგალითად 2026 წლის აპრილში გავრცელდა ცნობები, რომ ატეშის წინააღმდეგობის მოძრაობამ სამხედრო ლოკომოტივი გაანადგურა როსტოვის რეგიონში. ინციდენტი მოხდა ლიკაიას რკინიგზის სადგურთან, რომელიც სამხედრო ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი კვანძია ოკუპირებული ზაპორიჟიის მიმართულებით. ამ ტერიტორიაზე ხშირად გადის მატარებლები, რომლებიც საბრძოლო მასალას, საწვავს და ჯავშან ტექნიკას ეზიდება, მაგრამ ატეშის წყალობით ამ მატარებლებიდან ერთ-ერთი ამ გზაზე აღარ გაივლის. ჯგუფმა განაცხადა, რომ განადგურებული ლოკომოტივის ღირებულება მინიმუმ $150,000 და დაამატა, მაგრამ რუსეთისთვის რეალური დანაკარგი ბევრად უფრო მაღალია. რუსეთის რკინიგზას უკვე მწვავე დეფიციტი აქვს მოქმედი ლოკომოტივების, ხოლო მათი შეკეთების შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოწურულია. მოძრავის შემადგენლობის თითოეული ერთეული მნიშვნელოვანია და ახლა კიდევ ერთი დაიკარგა. ლოკომოტივის განადგურებამ ასევე შეაჩერა მატარებლების მოძრაობა ამ ტერიტორიაზე, რამაც რამდენიმე სამხედრო მატარებელი დააყონა, სანამ რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლები კრიზისთან გამკლავებას ცდილობენ. იმავე თვეში მოგვიანებით ატეშმა კიდევ ერთხელ დაარტყა. მოძრაობის საკუთარი ანგარიშის მიხედვით ერთმა მამაცმა აგენტმა მოახერხა შეღწევა ელექტროქვესადგურში ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში. შიგნით შესვლის შემდეგ ოპერატორმა გაანადგურა ელექტროტრანსფორმატორი, მალე გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სხვა მოწყობილობებიც მოიცოდა, ფაქტობრივად სადგური მწყობრიდან გამოიყვანა. იგივე სადგური უზრუნველყოფს ახლომდებარე სარკინიგზო კვანძის ენერგიით მომარაგებას, რომელსაც ასევე რეგულარულად იყენებენ რუსული სამხედრო მომარაგების მატარებლები. სადგურის სერიოზული დაზიანების გამო კვანძსაც გაუჭირდა ფუნქციონირება. ატეშის ინფორმაციით რამდენიმე მატარებელი დაგვიანდა, რადგან ოკუპანტ ძალებს მოუწიათ სიტუაციასთან ადაპტაცია და ალტერნატიული მომარაგების გზების მოძიება. კიდევ ერთხელ საბოლოო შედეგი ისაა, რომ მნიშვნელოვანი მარაგები არ მიეწოდება იმ ადგილებს, სადაც რუსეთს სჭირდება. სინახაზზე მყოფ ძალებს აკლდებათ რესურსები, რაც არა მხოლოდ მორალზე მოქმედებს, არამედ ბევრად ართულებს ამ ადგილებში მყოფი მეთაურებისთვის შეტევების დაგეგმვასა და განხორციელებას. თავისთავად ეს შემთხვევები შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ მათი შედეგები ჯამში დიდ გავლენას ახდენს. თითოეული ქმედება მტრის ლოგისტიკაზე ზეწოლას აძლიერებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პარტიზანული მოქმედებების განსაკუთრებულის განსაკუთრებულ და ხშირად შეუმჩნევლ მნიშვნელობას მომარაგების ჭაჭვებსა და კოორდინაციაზე. და აშკარად ჩანს, რომ მოსკოვს ატეშას გამოხდომები უკვე ყელში ამოუვიდა. ჯგუფი ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა 2024 წელს, სხვა პარტიზანულ და წინააღმდეგობის მოძრაობებთან ერთად. შედეგად, ატეშას ოპერატორებს მხოლოდ ადგილობრივი სამართალდამცავები კი არ ეძებენ, არამედ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებაც. ზოკა აღნიშნავს, რომ ჯგუფს კვალში უდგანან ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ანუ FSB-ს აგენტები, ასევე რუსეთის ეროვნული გვარდია და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო, ანუ GRU. და რუსეთი არ ერიდება ბინძურ მეთოდებს, რათა იპოვოს ისინი, ვინც ქვეყნის შიგნით მის ოპერაციებს საფრთხეს უქმნის. ზოკა აღნიშნავს, რომ ტერმა მაგალითად შექმნა ათეშის ყალბი ანგარიშების მთელი სერია სოციალურ ქსელებში, როგორიცაა Telegram-ი. რუსი დაზურვის აგენტები ამ არხებზე ათეშის ოპერატორებად ასაღებენ თავს, იმ იმედით, რომ მიიზიდავენ ადამიანებს, რომელთაც შეიძლება მოძრაობაში ჩართვა სურთ, შემდეგ კი მათ დასაჭერად მახეებს უგებენ.
სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი საკმარისად გონიერია, რათა ამ მახეებში არ გაებას, იგივე ვერ ითქმის ყველა ადამიანზე. მაგალითად 2024 წლის მარტში მოხდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ასეთმა არხმა 13 წლის ბიჭი მოატყუა. რუსმა თაღლითებმა ჯერ დაავალეს მას, შეეგროვებინა ფოტო და ვიდეო ინფორმაცია იმ ადგილიდან, სადაც რუსული ძალები დროებით იყვნენ განლაგებულნი. შემდეგ კი მოთხოვნები გაამკაცრეს და სთხოვეს, ჩაედინა ტერორისტული აქტები და ზოგარ სკოლაში სროლის მოწყობაც კი მოემზადებინა. როგორც ზოგა ადასტურებს, ნამდვილი ატეში ასეთ რამეს არასდროს გააკეთებდა. მას არ სურს მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანება ან ქაოსის გამოწვევა საკუთარი ხალხისთვის. მისი აგენტები მთლიანად სამხედრო სამიზნეებზე არიან კონცენტრირებულნი და ფარულ მეთოდებს იყენებენ, რათა რუსეთის საომარ ძალისხმევას ხელი შეუშალონ. სამწუხაროდ ამ ინციდენტმა ჯგუფის რეპუტაციას ზიანი მიაყენა, რადგან ზოგიერთმა ადამიანმა დაიჯერა რუსული მედიის ცნობები, თითქოს ათეში რეალურად ტერორისტულ საქმიანობას გეგმავდა. ზოგმა ჩვენმა აგენტმაც კი მოგწერა და უკმაყოფილება გამოთქვა. მოგვიწია ახსნა, რომ ეს სიმართლე არ არის. ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციას აწყობდნენ. ჩვენ გვაქვს მორალური საზღვრები, ტერორისტები არ ვართ. საბედნიეროდ ჯგუფმა მალე აღიდგინა ძალები და მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ზოგა აღნიშნავს, რომ ათეშს ახალი წევრების მოზღვავება ჰქონდა ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რომლებიც უკვე 10 წელზე მეტია ნაწილობრივ რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან. ის მიიჩნევს, რომ ამ რეგიონებში ბევრი ადამიანი დაღლილია რუსეთის ოკუპაციით, კორუფციით და დაპირებების შეუსრულებლობით. მართალია, ანგარიშები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირობას დებდა დონბასის მოსახლეობის გათავისუფლებას გამოგონილი უკრაინული ჩაგვრისგან, ამ რეგიონებში ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები შევიდნენ. მაგალითად, ლუგანსკში სულ უფრო ხშირად ხდება, რომ ადგილობრივები რამდენიმე თვე ხელფასის მიღების გარეშე რჩებიან. ზოგიერთმა ადამიანმა სამსახური საერთოდ დაკარგა და მათ ადგილას რუსები დანიშნეს. ბევრს კი ომის შედეგად სახლები დაუზიანდა ან განადგურდა და ახლა უსახლკაროდ დარჩნენ, რადგან რუსულმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი. როგორც ზოგა აღნიშნავს, ხალხს ატყუებენ, ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და სურთ იბრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ. რუსებიც კი სულ უფრო მეტ რაოდენობაში უკავშირდებიან ჯგუფს დროის გასვლასთან ერთად. ყველას თავისი მიზეზი აქვს ამისთვის. ზოგი უბრალოდ დამატებითი ფულის შოვნის იმედით აკეთებს ამას. სხვები თავს გაჭედილად გრძნობენ რუსულ არმიაში და გამოსავლის ძიებაში არიან. ასევე არიან ისეთებიც, ვინც ომით იმედგაცრუებულია, ან ფიქრობს, რომ ფრონტზე მოტყუებით წაიყვანეს. ახლა დაახლოებით 2000 აგენტი და ინფორმატორი ქმნის ამ მასიურ მოძრაობას, რომელიც 2022 წლის ზაფხულის იმ პირველ დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო დახვეწილი გახდა. აგენტები ახლა აღჭურვილნი არიან უფრო თანამედროვე უსაფრთხოების საშუალებებით, რათა თავიდან აიცილონ გამოვლენა, მაგალითად VPN-ებით, რომ დამალონ თავიანთი ონლაინ აქტივობა და ერთჯერადი მოწყობილობებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ სხვა პარტიზანებს ისე, რომ არ გამოავლინონ თავი. მოსკოვი ამ დროს კვლავაც იბრძვის და წვალობს თავისი სუსტი მცდელობებით შეაჩეროს ატეშის საქმიანობა. ზოგა აღნიშნავს, რომ ზოგ რეგიონში ატეში თითქმის იმავე საფრთხის დონეზეა კლასიფიცირებული, როგორც უკრაინის ოფიციალური სადაზვერვო სააგენტო GUR. როგორც ის ასკვნის, ისინი ჩვენ ძალიან სერიოზულად აღგვიქვამენ და ასეც უნდა იყოს. ეხლა შეგიძლიათ მეტი გაიგოთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ამ ვიდეოში, რომელიც განიხილავს თუ როგორ კიევის შორმანძილზე მოქმედი დრონების იერიშებიც მტრის ხაზების მიერ მატარდება, რაც რუსეთის მასშტაბით ხანძრებსა და აფეთქებებს იწვევს და კრემლის ნავთობის ინფრასტრუქტურას კვამლში ახვევს. სხვა მხრივ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, სადაც დეტალურად არის განხილული, თუ როგორ იწყებს უკრაინა ყირიმის დერუსიფიკაციას, კრემლის მომარაგების ხაზების გაწყვეტას და ნახევარკუნძულზე მისი ყოფნის შესუსტებას, რაც შესაძლოა სრული გათავისუფლებისკენ გზას გაუხსნას. და ბოლოს, თუ გსურთ მეტი სასწრაფო სიახლე და სიღრმისეული ანალიზი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი.